რატომ დაზიანდა კობი-გუდაურის გზაზე მდებარე უნიკალური ტრავერტინები ადგილზე საავტომობილო გვირაბების რეაბილიტაციისას ქანების ნაწილი მთლიანად განადგურდა. საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანია ინტენსიურ სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებს. ამასთან საკითხს გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების სპეციალისტები სწავლობენ. მიენიჭება თუ არა ყაზბეგში მდებარე ტრავერტინის ბუნების ძეგლის სტატუსი. დაახლოებით აი ამ სისქის ტრავერტინის აღმოსახვას საჭირო დაახლოებით 1 საუკუნე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ზიანი არის ძალიან დიდი, რომელიც მიადგა ამ ძეგლს და მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი, ეს სულაც არ, ასე ვთქვათ, ამცირებს მასშტაბებს ამ ზიანისა, რაც ბუნების ძეგლს აქვს მიხენებული. ბუნების ძეგლის სტატუსის არ ქონის გამო დაზიანებული ტრავერტინების დასახმარებლად გარემოს დაცვის სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს. ქვეყანაში არსებული კიდევ 2 ტრავერტინისგან განსხვავებით ეს ადგილი არც წითელ წიგნშია შეტანილი. ყაზბეგში არსებული უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნის მონაკვეთი საავტომობილო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად დაზიანდა. ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ხანებში შევეცდებით განვიხილოთ ეს საკითხი და გადავწყვიტოთ მივაგრძელოთ თუ არა აი ამ ადგილს დაცული ტერიტორიის კატეგორია, კონკრეტულად ბუნების ძეგლის სტატუსი. ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე არსებული ტრავერტინების თითქმის 100 კვადრატულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად განადგურდა. ინტენსიური სამუშაოების ფონზე ადგილით ტურისტებიც ინტერესდებიან. This is my 25 by 26 visit to Georgia. ეს ჩემი 25 ვიზიტია ყაზბეგში. მე გიდი ვარ და ტურისტები ამ ადგილას ხშირად მომყავს. სამწუხაროა, რომ მისი სათანადო მოვლა ვერ ხდება. ჩემი აზრით ეს საქართველოს ეროვნული საგანძურია. And this is not a mountain. This is Georgia national treasure. ეროვნული საგანძურის ნაწილი საავტომობილო გვირაბთან უკვე აღარ არსებობს. საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის მონაკვეთზე 3 გვირაბის რეაბილიტაციას ახორციელებს. შეპესე მამისონშიც და საგზაო დეპარტამენტშიც ამბობენ, რომ ტრავერტინების დაზიანება გარდაუვალი იყო. ეს ყველაფერი საჭირო გახდა იმისათვის, რომ შეგვესრულებინა პროექტის გათვალისწინებული სამუშაოები. დრენაჟის მოსაწყობად სამხრეთის მხრიდან შესვლა შეუძლებელია. უნდა მოხდეს აუცილებლად დამუშავება ჩრდილოეთის მხრიდან და ჩვენ ძველი ნაგზაურით, რომელიც იყო ადრე აშენების პროცესში და შემდგომ ექსპლუატაციის პროცესში, გამოვიყენეთ ეს გზა. თუ ტექნიკას არ შევიყვანით, იქ სამუშაოებს ვერ ჩავატარებდით. დაიზოლებული ამ პროექტში ჩადებული იყო, რომ უნდა შესულიყო ტექნიკა და ზუსტად ის ადგილი მოიჭირა ის გზა გაკეთდა, საიდანაც უნდა შესულიყო ტექნიკა გვირაბის მეორე მხარეს, ფერდობის მხარეს და ჩაეტარებია სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტრავერტინების დაზიანების საკითხზე სპეციალური კომისიის დასკვნას ელოდება, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც შესაძლოა კონტრაქტორი კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთოს. საკითხს გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების სპეციალისტები სწავლობენ. გადებული დასკვნის საფუძველზე გვეცოდინება ზუსტად თუ სად არსებობდა მხარვეზე შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე როგორ უნდა მომხდარიყო რეაბილიტაცია ამ შემთხვევაში. ჩვენ და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექსპერტები ერთად სწავლობენ ამ საკითხებს, გამოთხოვილი გვაქვს ყველა დოკუმენტაცია, ის მიხედვით ხდებოდა მშენებლობა და უკვე ძალიან მალე ალბათ გაირკვევა რა მოხდა და რატომ მოხდა ტრავერტინების დაზიანება. რატომ დაზიანდა უნიკალური ტრავერტინების შესაბამისი დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამასთან ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო ყაზბეგის ტრავერტინებისათვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე აქტიურ მუშაობას იწყებს.